Ამ წუთებში პოლიციის მობილიზება თბილისში რამდენიმე უნივერსიტეტთან ადგილზე მიყვანილი ხავთ დაკავების მანქანებით. ეგრეთ წოდებული სამართალდამცავების სამიზნე ახლა ის სასწავლო დაწესებულებებია, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად უკვე თვეზე მეტი ღამეებს ათენებენ. რისთვის ემზადება სანქცირებული ვახო გომელაურის უწყება, რა ხდება უნივერსიტეტებთან, ახლა ბოლო ინფორმაციით დავით კობიძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. Tatia, მას შემდეგ რაც სტუდენტებმა გაავრცელეს ინფორმაცია პოლიციის მობილიზების შესახებ უმაღლეს სასწავლებლებთან და მას შემდეგ რაც ჩვენ მივედით ადგილზე რამდენიმე მედია საშუალება ამის შემდეგ ყველა უნივერსიტეტთან მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის დანაყოფებმა ტერიტორია სრულად დატოვეს. აქ მაგალითად ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც აღარ დგას, თუმცა მანამდე რამდენიმე წუთის წინ ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-მდე საპატრულო პოლიციის მანქანა იდგა დაკავების მანქანების და იგივე სიტუაცია იყო საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან, ასევე თეატრალურ უნივერსიტეტთანაც, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად რჩებიან შენობაში და იქ გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. თითქმის ერთი თვეა სამივე უნივერსიტეტის შემთხვევაში. მათი მოთხოვნები ბუნებრივია, უცვლელია, ისინი მოითხოვენ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას. Თუმცა რაც შეეხება მიზეზებს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პოლიციის მობილიზება უმაღლეს სასწავლებლებთან, სტუდენტები ვარაუდობენ და მოსალოდნელია ალბათ, რომ მას შემდეგ რაც ოლიგარქის ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონპროექტის შეტანილი რეპრესიული ცვლილებები ორ დღეში უკვე კანონად აქცია და აკრძალა, შესაბამისად დახურულ სივრცეში პროტესტის გამოხატვა არის მოლოდინი იმისა, რომ სტუდენტებს შესაძლებელია აღარ მიეცეთ უნივერსიტეტში ღამის გათენების უფლება და მათ მოსთხოვონ დატოვება შენობის. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ გაუწევენ წინააღმდეგობას, შესაძლებელია რომ დასჭირდეთ ძალა ან მათი დაკავება. თავად ახალგაზრდები ამ მობილიზებას უკავშირებენ ძალის დემონსტრირებას, თუმცა ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რა რეპრესიული ცვლილებებიც არ უნდა შეიტანოს ოლიგარქის ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონპროექტებში და შემდგომ უკვე კანონად აქციოს, ეს მათ პროტესტზე არ აისახება და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. თესეუსთან, სეუსთან და თეატრალთან არის დიდი რაოდენობით ივანიშვილის პოლიციის მობილიზება, რაც დიდი ალბათობით დაკავშირებული არის მდინარეძის ასე ვთქვათ ახალ კანონპროექტთან, რომელიც ითვალისწინებს შიდა სივრცეებში აქციების არ ჩატარებას. დიდი ალბათობით ჩვენი შეშინება უნდა რაღაცა ძალის დანახება, რომ ისინი ბევრნი არიან შეუძლიათ ასე ვთქვათ წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ჩვენ ესენი რა თქმა უნდა არ გვაშინებს, პირიქით მეტი შემართებით, მეტი ასე ვთქვათ ბრძოლის ჟინით და ასე ვთქვათ უკან დახევას და იმ ტერიტორიის დაკარგვას არ ვაპირებთ, რომელშიც უკვე 26 დღე არის გამაგრებულები ვართ. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი, ჩვენ შემოვიდით ორადორი მოთხოვნით, რომ ახალი არჩევნები ჩანიშნული იყო და პოლიტპატიმრები გათავისუფლებულიყვნენ, უბრალოდ რეჟიმის ტყვეები გათავისუფლებულიყვნენ. ეს მოთხოვნები არ იცვლება, იგივე მოთხოვნით ვართ აქ და ვიბრძოლებთ იქამდე, სადაც საჭირო იქნება ახალ-ახალი იდეებით, ახალ-ახალი გეგმებით. ჩვენ ყველანაირად შევესებით, რომ არ დავკარგოთ ეს ჩვენი მოპოვებული ტერიტორია, კონკრეტულად თესეულზე მაქვს საუბარი. ჩვენ შემთხვევაში ისე სავარაუდოდ შემოვარაუდით ყოველი ჩვენგანი სტუდენტი, რომელიც არის გაფიცული და შესულია ჩვენაერად უნივერსიტეტში. სავარაუდოდ რომ ეს იქნება ძალის დემონსტრირება, წეღანას დავინახეთ, რომ გაიყვანეს უკვე ბევრი დაჭერების მანქანა, ბევრი შკოდა გაიყვანეს, ვარაზის ხევზე იყო ჩაყოლებაზე, მთლიან წკრივში იყო ძალიან ბევრი მანქანა, მობილიზება იყო დიდი. სავარაუდოდ დავალოდებით უკვე საბჭოს კრებას, შეიძლება იმათი თანხმობით უკვე დავრჩეთ შენობაში. უკვე დრო ისე. დაახლოებით 1 საათის წინ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიასთან გამოჩნდნენ დაკავების მანქანები, გამოჩნდა ასევე 3 ეკიპაჟი და ეგრეთ წოდებული შკოდის მანქანები. ერთი ეკიპაჟი ტერიტორიაზე ყოველთვის მორიგეობს ხოლმე, მაგრამ ასეთი მობილიზება ჯერ არ ყოფილა. ჩვენ გქონდა ასევე კომუნიკაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ ასევე თესეულთან და თეატრალურ უნივერსიტეტთანაც მორიგეობდნენ დღეს დაკავების მანქანები. ახლა ტერიტორიაზე არც ერთ დაკავების მანქანა არ დგას, მაგრამ პოლიცია აგრძელებს ერთი ეკიპაჟი მაინც აგრძელებს ტერიტორიაზე მორიგეობას.
ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით მოვლენების რა განვითარებას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში, არც ის ვიცით ოფიციალურად რა მიზანს ემსახურებოდა უმაღლეს სასწავლებლებთან პოლიციელების ათეულობით ეკიპაჟის მობილიზებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში სტუდენტები მომდევნო დღეებში აპირებენ რომ შეხვდნენ აკადემიურ საბჭოს და მათგან მიიღონ ოფიციალურად ნებართვა რომ საკუთარი პროტესტის გამოხატვის უფლება ჰქონდეთ შენობის შიგნით და აღარ დარჩეს პოლიციას იმის მოთხოვნის უფლება რომ მათ ძალის გამოყენებით იძულებით ნების საწინააღმდეგოდ დაატოვებინონ შენობა.